გაზის გაჟონვა თუ წინასწარ დაგეგმილი აფეთქება ნუცუბიძის 57 ნომერში მომხდარი ინციდენტის გარშემო საეჭვო ვერსიები იკვეთება დღეს გავრცელებული ინფორმაციით. სახლს, სადაც ჯოზეფ ქეის კომპანია ქართული ფოლადის თანამშრომელი დაიღუპა, ბუნებრივი აირი საერთოდ არ მიეწოდებოდა საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტიც ერთვება. ქეის კომპანიის წარმომადგენლები მომხდარის მიზეზად იმ დავას ასახელებენ, რომელიც რუსთავის მეტალურგიული კომბინატის გარშემო 2 წელია მიმდინარეობს. 2011 წელს საწარმო ბადრი პატრკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა, რასაც გარდაცვლილი ბიზნესმენის ნათესავი დღემდე აპროტესტებს. იკვეთება კიდევ ერთი ვერსია, რომელიც ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებამდე მიდის. ერთი დაღუპული და ერთი მძიმედ დაშავებული. ნუცუბიძის ქუჩაზე აფეთქების ხმა გუშინ შუა დღისას გაისმა. იქიდან გამომდინარე ყველა ვიყავით 7-ად, რომ გაზის საშიშროება არის. ნუცუბიძის 57 ნომერში მდებარე კერძო სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ბუნებრივი აირი ბოლო 1 თვის განმავლობაში არ ყოფილა. ამის შესახებ განცხადებას სახლის მეპატრონე ანა ჭუჭულაშვილი აკეთებს. მისთვის საეჭვოა ოფიციალური ვერსია, რომ გუშინ კომპანია ქართული ფოლადის თანამშრომლები დაგროვილი ბუნებრივი აირის შედეგად აფეთქდნენ. ამ ბინაში გაზი არ იყო. 100%-იან გარანტიას ვიძლევი მაგისას. იმიტომ არ ვსარგებლობდით და არ გვჭირდებოდა. ნუცუბიძის 57 ნომერში ჭუჭულაშვილების ოჯახს მიეწოდებოდა თუ არა გაზი, ყაზტრანსგაზ თბილისში კომენტარს არ აკეთებენ. კომპანიის დროებითმა მმართველმა ანი თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და მოვლენებს წინ ვერ გაუსწრებენ. მაგას ვიძახე. ანა ჭუჭულაშვილი ბადრი პატრკაციშვილის დეიდაშვილის, ჯოზეფ ქეის კუთვნილი კომპანია ქართული ფოლადის ყოფილი თანამშრომელია. ამბობს, რომ ქართული ფოლადის წარმომადგენლებთან ახლაც მეგობრობს და მის სახლში ხშირად იკრიბებოდნენ. გუშინაც კომპანიის 2 თანამშრომელი ქართული ფოლადის ერთ-ერთი საამქროს ყოფილი ხელმძღვანელი ალეკო მაისურაძე და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ზაზა ნინიძე დაახლოებით 12 საათზე მივიდნენ და ამ ოთახში შევიდნენ. ამ დროს თავად მეპატრონე გვერდით მდებარე, ასევე მის კუთვნილ სახლში იმყოფებოდა, სადაც ნინიძის და მაისურაძის ოთახში შესვლიდან 2 საათში ძლიერი აფეთქების ხმა გაიგო. ყველაზე მეტად დამწვარია დივანი, სადაც სავარაუდოდ ნინიძე და მაისურაძე ისხდნენ. კომპანია ქართული ფოლადის დირექტორი ამბობს, რომ 2 საათის განმავლობაში, როდესაც მისი თანამშრომლები ოთახში იმყოფებოდნენ, კარები და ფანჯრები ღია იყო და გაზის არსებობის შემთხვევაშიც კი ბუნებრივი აირი უნდა გასულიყო. მისივე თქმით, ნინიძე, რომელიც დაშავდა, საავადმყოფოში გადაყვანისას გაზით მოწამლულს არ ჰგავდა და კონტაქტური იყო. ნათია ჯაყელი დაგეგმილ კრიმინალზე საუბრობს და დანაშაულს რუსთავის კომბინატის ამჟამინდელ მფლობელებს, ასევე იმ ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს უკავშირებს, რომელთა წინააღმდეგაც ჯოზეფ ქეიმ ჩვენება მისცა. კრიმინალურ შემთხვევაზე საუბრობს ჯოზეფ ქეიც, რომელიც აფეთქებას ისრაელიდან ეხმაურება. მომხდარის გამო ქეი დღეს გვიან თბილისში ჩამოფრინდება. ეს რა თქმა უნდა ალბათ დაკავშირებული არის შენ აქტივობასთან ბოლო დროს. მე გულისხმობ იმ ბოროტმოქმედებს და იმ შეთქმულებებს, რომელსაც აწარმოებდა ძველი ხელისუფლება და მათ ანტურაჟს. ზაზა ნინიძეზე ვამბობ. არის ის ადამიანი, რომელიც ფინანსურ პოლიციაში არის მთავარი მოწმე. და ჩვენ ისეთ რაღაცებზე დავიწყეთ მამაღლა საუბარი. თუნდაც ქარხნის თემაზე, თუნდაც ზოგად პოლიტიკურ თემაზე, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს, ძალიან ბევრ გავლენიან ადამიანს დღემდე ხელს არ აძლევს. აფეთქების შედეგად ადგილზე გარდაცვლილი ალეკო მაისურაძის ცხედარი სამხარაულის საექსპერტო ბიუროდან სახლში გადაასვენეს. ნინიძის მდგომარეობა კი მძიმეა. მას 90%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ყველაფერი კეთდება მის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, თუმცა ამჟამად ძალიან მძიმე და კრიტიკულია მისი მდგომარეობა. საქმეში კომპანია ქართული ფოლადის ინიციატივით დამოუკიდებელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილიც ჩაერთო. ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ მხოლოდ გაზის აფეთქების ვერსიით გამოძიება არ უნდა დაინტერესდეს. ექსპერტი სხვა საეჭვო გარემოებებზეც საუბრობს. სხვა მიმართულებებიც არის კვლევის და ყურადღების ღირსი და საბოლოოდ რა იქნება, ხო დღეს ამაზე ვერავინ ვერ იტყვის ვერაფერს. მაგრამ არა ერთადერთი ვერსიაზე, აი ამ გაზის ვერსიაზე, რა თქმა უნდა არა, კიდე სხვა მომენტებიც არის შესასწავლი.
კომპანია ქართული ფოლადის მფლობელი ბადრი პატარკაციშვილის დეიდაშვილი ჯოზეფ ქეია. ქეის კომპანია ქართული ფოლადი რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს ფლობდა. თუმცა მიხეილ სააკაშვილის მთავრობასა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს შორის 2011 წლის 6 ივლისის გაფორმებული მემორანდუმის შედეგად მეტალურგიული კომბინატი პატარკაციშვილების ოჯახს გადაეცა. დაახლოებით 2 კვირის წინ ქეიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მეტალურგიულის ამჟამინდელი მფლობელები ფინანსურ მაქინაციებში და ბიუჯეტისათვის 39 მილიონი ლარის დამალვაში დაადანაშაულა. ქეიმ განაცხადა, რომ ქარხნის დასაბრუნებლად პატარკაციშვილების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აგრძელებს. მეცხრე არხი დილიდან დაუკავშირდა რუსთავის კომბინატის ამჟამინდელი დირექტორის ტომას ბლეიკის პრესსამსახურს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბრალდებებთან დაკავშირებით საქმის კურსში იყვნენ, კომენტარი არ გააკეთეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 პრიმა მუხლით მიმდინარეობს. მუხლი ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის ან ნავთობ პროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოყვა. გამოძიებას საბურთალოს პოლიციის მესამე განყოფილება აწარმოებს. არ არის გამორიცხული მუხლის შეიცვალოს.